უკრაინაში ომის დასრულების ტრამპისეული გეგმის სკანდალური დეტალები თანდათან საჯაროვდება. ყირიმისა და დონბასის დათმობა, უკრაინული არმიის რაოდენობის შემცირება, რუსული ენის უკრაინის სახელმწიფო ენად აღიარება და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვა. ეს იმ პირობების ნაწილია, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ სთავაზობს. ამერიკული მხარის მიერ უკრაინისათვის შეთავაზებულ პირობებს შორისაა დონბასის აღმოსავლეთ ნაწილის, მათ შორის ამჟამად უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების დათმობა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიად აღიარება. დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინული არმიის რაოდენობის შემცირება და უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვა. სამშვიდობო შეთავაზება უკრაინისა და ევროპის გარეშე მომზადდა. ტრამპისეულ გეგმას უკრაინის კაპიტულაცია დაფასებს Financial Times-ის ჟურნალისტი კრისტოფერ მილერი კრემლის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის სტრატეგია პრეზიდენტ ზელენსკის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს უკრაინისთვის კაპიტულაციის ტოლფასი იქნება, ჩემთვის ნაცნობი ადამიანები კი ამბობენ, რომ ეს კრემლის მაქსიმალისტური მოთხოვნაა. გეგმა მოიცავს უკრაინის არმიის განახევრებას გარკვეული სახის იარაღზე და დონბასზე უარისხმას. ეს კი ზელენსკის უკმაყოფილებას გამოიწვევს. დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების 28 პუნქტიანი გეგმა მოიწონა. თეთრ სახლში კიევისა და ბრიუსელის მხრიდან გეგმის მიმართ სერიოზულ წინააღმდეგობას ელიან, თუმცა პოლიტიკოს ცნობით ტრამპის ადმინისტრაციისთვის ევროპის პოზიცია ნაკლებად საინტერესოა. უცხოური მედიის ნაწილი იუწყება, რომ ომის დასრულების პირობების მიღების მიზნით ვაშინგტონმა უკრაინის პრეზიდენტზე წნეხი გააძლიერა. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებას კიდევ ერთხელ ახსენებს. უკრაინაში მიმდინარე რთული და სასიკვდილო ომის დასრულება სერიოზული და რეალისტური იდეების გაცვლას საჭიროებს. მყარი მშვიდობის მიღწევა მოითხოვს, რომ ორივე მხარე რთულ, მაგრამ საჭირო დათმობებზე წავიდეს. ზუსტად ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლო იდეების სიაზე მუშაობას, რომელიც ომში აჩერებს. ვეყრდნობით რა კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის წინადადებებს. ტრამპის ვარაუდები გამართლდა. მშვიდობის ვაშინგტონისეული გეგმა ევროკავშირის საგარეო მინისტერიალის დაწყებამდე ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ დაიწუნა. ლიდერები თანხმდებიან, რომ ომში მყოფი ქვეყნის სამშვიდობო პერსპექტივა ევროპისა და თავად უკრაინის გარეშე არ უნდა განეხილებოდეს. ევროპელები მხარს ვუჭერთ ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას, მივესალმებით მშვიდობის მისაღწევად ნებისმიერ ძალისხმევას. აშკარაა, რომ ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად უკრაინელებისა და ევროპელების მხარდაჭერაა საჭირო. ნებისმიერი მოლაპარაკებები უკრაინის მშვიდობიან განვითარებაზე მხოლოდ უკრაინასთან უნდა წარიმართოს და ევროპა ამაში ჩართული უნდა იყოს. პუტინმა ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა შეწყვიტოს ცეცხლი. შემდეგ კი შესაძლებელია სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყება. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიებზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს. მშვიდობა არ შეიძლება იყოს კაპიტულაცია, არ გსურს, რომ უკრაინა დანებდეს. უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა თუ პოლიტიკური თამაშის ნაწილი, თეთრი სახლი იმ პოტენციური იდეების სიაზე მუშაობას აგრძელებს, რომელმაც ორივე მხარეს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულება უნდა აიძულოს. სამშვიდობო გეგმის წარდგენით ვაშინგტონი სრულმასშტაბიანი ომის დასრულებას ელის.